1903 წელს თბილისში ნაძალადევში იხსნებოდა მუშათა ბიბლიოთეკა. ვინ უნდა წასულიყო იქ პირველ რიგში, თუ არა ილია ჭავჭავაძე. მივიდა. სიკვდილამდე 4 წელი იყო დარჩენილი. სიკვდილამდე არა, მის მოკლამდე. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. და რა მოხდა? მუშები მიცვივდნენ მოსაკლავად. და ორგანიზატორები მივიდნენ ილიასთან, გააფრთხილეს, ჩუმად უთხრეს და უკანა კარიდან გააპარეს ილია. მე ამ მომენტმა პირველად რომ წავიკითხე, მომკლა და ეხლაც რამდენ ჯერზეც ამას გავიხსენებ, მე ვკვდები. მე ვფიქრობ ილია ჭავჭავაძეზე. იმ დროს როგორ გავიდა ეს ფეხები დასიებული ავადმყოფი კაცი იქედან, როგორ ეძინა იმ ღამეს, როგორ ეძინა, რა ვქენით ჩვენ, რა გავაკეთეთ მითხარით, რა გავაკეთეთ. მაშინ მოვკალით, მაშინ. ვიცოდეთ, ილია დღეს აქ არის. ჩვენში, ყოველ ჩვენგანში არის, მოღალატეებშიც არის. და იქ მოკლავენ თავიანთ თავში კიდევ. სულხან-საბა ორბელიანი წვერებით ვათრიეთ. მე არ მოვათრიეს, ვათრიეთ. იმიტომ რომ კიდევ ვართ ჩვენ ეს ხალხი, რომელიც ამას ვაკეთებ. მამარდაშვილი მოვკალით. იაკობ გოგებაშვილს მოგებაშვილი დავარქვით. გესმით? მოგებაშვილი და როცა გარდაიცვალა, დაკერებული ფეხსაცმელი ჩააცრეს კუბოში და ისე გავისტუმრეთ. ჩვენ ვართ, ჩვენ ეს ხალხი. დღესაც ისა ვართ. მაგრამ არის გრიგოლ ხანძთელი, არის ექვთიმე თაყაიშვილი, არის ილია ჭავჭავაძე. აი ორი საქართველოა დღესაც.